მოგესალმებით ძვირფასებო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. მადლობას ვწირა უფალს თითეული თქვენგანისათვის. ვინც გამონახეთ დრო და მოხვედით ამ დღეების აღსანიშნავად. უშუალოდ სანამ ქადაგებაზე გადავიდოდეთ, მოდით ვილოცოთ, მოუხმოთ უფლის სახელს. დიდებულო, წმიდა და კურთხეულო ღმერთო, მამაო ზეციერო, მადლობა შენ ძის იესოს სახელით უფალო, ამ კურთხეული დღეებისათვის, ამ ბედნიერი წუთებისათვის, რომ შენი წმინდანები, შენი შვილები შეკვრივე შენი მადლის ტახტის წინაშე უფალო, რომ თაყვანიქცეთ შენ და განგადიდოთ შენ, აღვასრულოთ შენი ღვთიური ნება ამ მიწაზე უფალო, მოვისმინოთ შენი სიტყვა უფალო, შენ აკურთხე უფალო აქ მოტანილი სიტყვა კურთხეულო ღმერთო, შენ გააცოცხლე შენი სული წმიდით უფალო, შენ აგვიხილე შენ შვილებს ყველა აქ მყოფთაგანს უფალო, ეს სულიერი თვალები და გაგვიხსენი სულიერი გონება უფალო, ჩაგვაწვდინე შენი ღვთიური სიბრძნის სიღრმეებში და აგვიყვანე ჩვენთვის მიუწვდომელ სიმაღლეებში, რათა განდიდდეს შენი წმიდა სახელი და შენ გქონდეს ყველაფერში, ქებადიდება, თაყვანისცემა, წმიდაო სამებაო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო. ამინ. როგორც ვიცით, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი აღნიშნავს ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო 7 დღეს, რომელსაც ეკლესიური ტერმინოლოგიით უწოდებენ ვნების შვიდეულს, ანუ ქრისტეს ბოლო 1 კვირა. და სახარებებში ეს ბოლო 1 კვირა, ქრისტეს ბოლო 1 კვირა ყველაზე მეტად არის აღწერილი, რაც ნამდვილად დასაფიქრებელია და სასწავლებელია ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის. დღეს არის ამ კვირის ვნების შვიდეულის მეოთხე დღე. ჩვენ უახლოვდებით პარასკევს. ყველაზე საშინელ და მკაცრ დღეს კაცობრიობაში, კაცობრიობის გადარჩენის ისტორიაში. ეს არის ყველაზე საშინელი და მკაცრი დღე. დღე, როცა ღმერთის ძე მოკვდა კაცის სხეულში, დაღვარა თავისი წმიდა სისხლი და იხსნა კაცობრიობა. როგორც ვთქვით, დღეს არის მეოთხე დღე. სახარებების ისტორიიდან ჩვენ ვგებულობთ თუ რა მოხდა ამ დღეს. ამ დღეს იესო ქრისტემ წინასწარ იუწყა საკუთარ სიკვდილზე. სწორედ ამ დღეს მღვდელმთავრებმა მოილაპარაკეს, რომ მოეკლათ იესო. და სწორედ ამ დღეს გაყიდა იუდა მიგი. სწორედ ამ დღეს ეკლესია მწუხარებით აღნიშნავს იუდას მიერ თავისი მოძღვრის გაცემას. და ვინ იყო იუდა? ჩვენ ვიცით სახარებებიდან, რომ ის იყო ქრისტეს მოწაფე. ის იყო მოციქული 1-12-თაგანი. და ის მონაწილეობდა ქრისტეს სიცოცხლეშივე მსახურებებში, სხვა მოციქულებთან ერთად. და ის იყო წარგზავნილი იესო ქრისტეს მიერ საქადაგებლად. და ის მონაწილეობდა ეშმაკების განდევნაში, სასწაულების მოხდენაში, განკურნებებში. მაგრამ მოხდა ისე, რომ მან გასცა თავისი მოძღვარი. მოდით წავიკითხოთ წმინდა წერილიდან ის ადგილი, რომელიც აღწერს ამ ისტორიას. მოდით ერთი მონაკვეთი წავიკითხოთ. მათეს სახარება, ჩემთან ერთად გადაშალეთ მათეს სახარება 26-ე თავი. წავიკითხავ ამურჩევით პირველი 5 მუხლი და შემდგომ მე-14 და მე-16 მუხლების ჩათვლით. სახარება წმინდა მათესი 26-ე თავი. ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, თქვენ იცით, რომ 2 დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი, კაიაფა წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათბირეს მზაკრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ, მაგრამ ამბობდნენ, დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო. და მე-14 მუხლიდან მე-16-ს ჩათვლით. მაშინ ერთი იმ 12-თაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა, რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი და მიუწონეს მას 30 ვერცხლი.
მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი. როგორც თქვით, იუდა იყო მოციქული. ის ქადაგებდა. ის ყურნავდა, ეშმაკებს დევნიდა და სასწაულებს ახდენდა. გარდა ამისა, იუდას სპეციფიური მსახურება ჰქონდა მოციქულებს შორის. ის ინახავდა ყველა იმ შესაწირავს, რომელსაც იესოს აძლევდნენ. ის იყო უშუალო შემსრულებელი იმ მითითებების, იმ ბრძანებების, რომელსაც იესო იძლეოდა. იმიტომ რომ როცა ქრისტემ უთხრა წადი და გააკეთე, რაც უნდა გააკეთო, მოწაფეებმა იფიქრეს, რომ მას მორიგი საქმე უნდა გაეკეთებინა. ეს იყო ნდობის და სიყვარულის აქტი. პრაქტიკულად ქრისტეს მთელი საგანძური შესაწირავი იყო მინდობილი იუდასთვის. ღმერთმა გადასცა თავისი საგანძური მას. აქედან შეიძლება ითქვას თითქოს ასეთი მტკიცება, რომ მოციქულების საქმე არ არის ფული, შესაწირავი, მეათედი. ეს ყველაფერი უღირსობაა მოციქულთა მსახურებასთან, რაც არასწორია. ქრისტემ თვით მოციქულს ჩააბარა ეს საქმე. მთელი საგანძური მიბარებული ჰქონდა იუდას. ქრისტე და იუდა ახლოს იყვნენ. ამ სიახლოვეზე მიანიშნებს ისიც, რომ ის ერთი თეფშიდან ამოაწეს ლუკმა. კიდევ რა ვიცით მის შესახებ, იუდას შესახებ? სახარებიდან მგებულობთ, რომ ის იყო ქურდი. საგანძურიდან იღებდა ფულს და თავისი შეხედულებისამებრ ხმარობდა. მოციქული იოანე შეუბრალებლად ამხილებს მას და ამბობს იუდაზე, რომ ის იყო ქურდი. კიდევ რას ვგებულობთ იუდაზე? მხოლოდ ის 12-თაგანი მოციქულთაგან თავს იკლავს და ის მოკვდა საშინელი სიკვდილით. ისეთი სიკვდილით, რომ ისე დასახიჩდა მისი გვამი, რომ შიგნეულობა გადმოცვივდაო. და იმ ფულით, რომელიც მან გამცემლობაში აიღო, იყიდეს მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხავად. და სწორედ 4 შაბათს დაიწყო განხორციელება ყველაზე საშინელი ცოდვისა ამ ქვეყნიერებაზე. ამიტომ ამ დღეს იუდა გასცემს თავის უფალს ამბორით. ამიტომ არ უნდა ენდოთ ყველას კოცნას და შემდგომ ის მიდის და 30 ვერცხლად ყიდის თავის მოძღვარს. შემდეგ ამბორით გასცემს მას, შემდეგ თავს იკლავს და ის რჩება მარტო ეულად თავის თავთან და თავის დამწვარ სინდისთან. ეხლა ვთქვათ თუ რატომ აირჩია ქრისტემ ის თავის მოციქულად? მიაბარა მას თავისი საგანძური და ამასთან იცოდა, რომ ის გასცემდა. იცოდა, რომ ის ქურდი იყო. რატომ დაუშვა მან თავის ყველაზე ახლო წრეში ასეთი ადამიანი და რატომ გახდა იუდა გამყიდველი? იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს სიცოცხლეში ის იყო ქურდი და ვერცხლის მოყვარე. იუდა მიეცა ცოდვას, რომელსაც ქვია ვერცხლის მოყვარეობა. თუ შეიძლება ამ ცოდვამ ასეთნაირად გადააგვაროს ადამიანი. ეს არის ზუსტად მორალი და სწორედ ამას ქადაგებს დღეს ეკლესია, როცა იხსენებს იუდას მიერ თავისი მოძღვრის გაცემას. თუ ისეთი დიდი კაცი, როგორიც იყო იუდა, ასე დაეცა, მაშინ რამდენად ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ ჩვენ. მოდით, ნუ ვეხუმრებით ამ ცოდვას. პავლე მოციქული წერს ტიმოთეს მიმართ პირველ წერილში, მე-6 თავში. ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს. შეხედეთ, რა მტკიცებულებაა აქ. რა არისო ყოველგვარი ბოროტების ფესვი, პირველწყარო და საფუძველი? ვერცხლის მოყვარეობა, ანგარება. მოციქული პავლე ამბობს, რომ ამ ცოდვამ ზოგიერთები გაიტაცაო. ცოდვას აქვს ხიბლი. ამ ცოდვას აქვს რაღაც მიზიდულობა.
ეს ანგარება არ გამოიხატება მხოლოდ ფულის კონკრეტულ სიყვარულში, არამედ ნებისმიერ გამორჩენაში. ცოდვას გააჩნია, როგორც თქვით, ხიბლავს ადამიანს. მას აქვს მაცდუნებელი ძალა. ამიტომაც ცდუნდება ადამიანი. 24 საათის განმავლობაში იუდა უყურებდა შემოწირულობას და ამ ცოდვის გამო დადო გარიგება ეშმაკთან. და იმდენად დაეცა, რომ თავისი მოძღვარი 30 ვერცხლად გასცა. შევხედოთ თუ რა შედეგი დგება, როცა ადამიანი გადაეცემა ამ ცოდვას. შევხედოთ რა შედეგები დგება. პავლე წერს ამ მუხში, რომ განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს. ხშირად ღმერთი კი არ გვსჯის ჩვენ, არამედ ჩვენ თავს ვაყენებთ თვითონ ტკივილს. შეხედეთ, როგორი ზიანი მიაყენა იუდა ისკარიოტელმა საკუთარ თავს. ღმერთმა კი არ ჩამოახჩო იუდა, არამედ იუდამ თვითონ ჩამოიხჩო საკუთარი თავი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალზედ ფრთხილად, რათა ჩვენც არ დავეცეთ. და რა არის წამალი ამ ცოდვის? აი, ზუსტად ამ მეათე მუხლში, ტიმოთეს მე-6 თავის მეათე მუხშია მოცემული ეს წამალი. ერთი სიტყვა არის აქ კარგი, დადებითი შინაარსის მქონე და ეს სიტყვა არის რწმენა. რატომ მიაყენესო თავიანთ თავსო მრავალი ტკივილიო? იმიტომ რომ რწმენას განუდგნენო. რწმენა გულისხმობს, რომ შენს თავზე ან ამ ქვეყნიურ წარმატებებზე კი არ ხარ დაიმედებული, არამედ მხოლოდ ღმერთზე. ქრისტეზე ამყარებს შენს იმედს. იუდას მაგალითზე ჩვენ უნდა დავინახოთ ის, რომ იუდა ვერ დაიცვა საეკლესიო წოდებამ. პასტორობა, ეპისკოპოსობა, სასწაულები ვერავის ვერ იხსნის და ვერც დაიცავს. ღმერთმა კი არ მიაყენა ტკივილი, ამ ადამიანმა თავის თავს თვითონ მიაყენა ტკივილი. ჩვენ უნდა ვიყოთ რწმენაში ქრისტეს მიმართ და ეს არის ჩვენი დაცვა, ღვთისადმი მინდობილი გული. ამ ისტორიაში, როგორც ხედავთ, იუდა არის მოღალატე, მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ ქრისტეს. ქრისტე არის ის, ვინც გაყიდეს, ვისაც უღალატეს. ესეც სასწავლებელია ჩვენთვის. იესო ქრისტეს ქონდა წვერი. ის წვერს ატარებდა და ეს სიტყვით წერია წერილში. ესაიას 50 თავის მე-6 მუხში ვკითხულობთ. ჩემი ზურგი მივეცი ჩემს მცემელთ და ჩემი ლოყები თმის მგლეჯელთ. ჩემს სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხისაგან. მთავარი ამ ტანჯვის ამსახველს სიტყვაში. იცით რა არის? ის რომ მან თავად მისცა თავი ამ ტანჯვისათვის, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. და შემდგომ ვაგრძელებთ მე-7 და მე-8 მუხში. უფალი ღმერთი მეხმარება მე. ამიტომ არა ვარ შერცხვენილი, ამიტომ გავიკაჟე ჩემი სახე და ვიცი არ შევრცხვები. ახლოსაა ჩემი გამმართლებელი. ქრისტემ გამოიჩინა არნახული სიმტკიცე იუდას გაყიდვის დროს. იესომ წინასწარ იცოდა თუ ვინ იყო იუდა და რა სულის იყო ის. როგორ შეძლო მან ამის გადატანა? თუ იესომ გაუძლო იუდას, შენ შეძლებ ამას. შეძლებ ნებისმიერ გასაჭირის გადატანა ცხოვრებაში. რატომ? იმიტომ რომ შენ იესოს მოწაფე ხარ. იმიტომ რომ შენ ღვთის შვილი ხარ. იმიტომ რომ ქრისტე შენშია და შენ ქრისტეში ხარ. და ბოლოს მთავარი რაც უნდა ვთქვათ. როდესაც მოციქული პეტრე ქადაგებდა იესო ქრისტეს შესახებ, ეს იყო პირველი ქადაგება ეკლესიისა, მან ახსენა იუდა. რა საჭირო იყო ქრისტეზე ქადაგების დროს იუდას ხსენება? იმიტომ რომ ქრისტეს სიკვდილი იუდას გაცემის გარეშე არ არსებობს. იესო ამით შენ სიყვარულს გიმტკიცებს. იმიტომ რომ ის რაც მან განიცადა იუდასაგან, ეს მან თავისი თავისთვის კი არ გააკეთა,
არამედ ჩვენთვის, ჩვენი სიყვარულისთვის. აი რას ვკითხულობთ პეტრეს ქადაგებიდან, მოციქულთა საქმეების მეორე თავი, 22-23 მუხლები. პეტრი ამბობს: კაცნო, ისრაელიანო, ისმინეთ ეს სიტყვები. იესო ნაზარეველი, კაცი, დამტკიცებული ღვთისაგან, თქვენთვის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით, იგი ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარ ცნობით გადაცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. რას ვკითხულობთ? წინასწარ ცნობით გადაცემული, ვკითხულობთ 23 მუხლში. ყველა თანხმდება იმაში, რომ 23 მუხლში წმინდა პეტრე გულისხმობდა იუდას ღალატს. ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი იყო ღვთის განჩინებული ზრახვით. და ეს ხდებოდა იმისთვის, რომ ქრისტეს ჩვენი სულები შეეძინა ღვთისათვის. ის იქნა გაცემული, რათა ჩვენ ყოფილიყავით გადარჩენილნი. სწორედ იუდას თაოსნობით იყო გაცემული ქრისტე, რათა ის ჯვარცმულიყო ჩვენი ცოდვებისთვის და ჩვენს გადასარჩენად. ამინ. უფალმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ და გაგამტკიცოთ ქრისტეში.